მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში, ჩვენ ტრადიციულად ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე 304 დღეა საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. იცით რომ მოქალაქეები, რომლებშიც 9 თვის განმავლობაში პროტესტში იმყოფებიან, მოითხოვენ, რომ საქართველოში ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ასევე გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, იცით რომ 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი იმყოფება ციხეში და ასევე მოქალაქეები მოითხოვენ, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, რომლის ინტეგრაციის პროცესიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეაჩერა გასული წლის დეკემბერში და კობახიძემ მაშინ განაცხადა არჩევნების შემდეგ რომ ქართული ოცნება აღარ აპირებს ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში და ბუნებრივია ამ განცხადებას მოყვა მოქალაქეების პროტესტი და თქვენ იცით რომ მას შემდეგ ქვეყანაში არ შეწყვეტილა საპროტესტო აქციები, ინტენსიურად იმართება პროტესტო აქციები ბათუმში, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ყოველ ღამე ეს პროტესტი თქვენ ხედავთ ჩვენ ჩართვებში რომ იმართება ბათუმშიც და თბილისშიც ინტენსიურად და მოქალაქეები გამოთქვამენ ჩვენს ლაივ ჩართვებში თავიანთ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ დგანან ამ დროის განმავლობაში ისინი ქუჩაში და რას ითხოვენ კონკრეტულად. ამასთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ რომ დღეს 27 სექტემბერს აღინიშნება ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში, ეს არის სოხუმის დაცემის დღე. თქვენ იცით რომ 1992 წლის აგვისტოში რუსეთმა დაიწყო ომი ქართველების წინააღმდეგ აფხაზეთში და ეს ბრძოლა გაგრძელდა დაახლოებით 13 თვე. 13 თვის განმავლობაში ქართველები ცდილობდნენ რომ საქართველოს ეს კონკრეტული რეგიონი არ წაიღო რუსეთს, არ მომხდარიყო ამ ქალაქის და ამ რეგიონის აფხაზეთის ოკუპაცია, თუმცა 13 თვისა და 13 დღის ბრძოლის შემდეგ სამწუხაროდ სოხუმი დაეცა და დღეს აფხაზეთი არის ოკუპირებული, მიტაცებული რუსეთის მიერ და მიუხედავად ამისა, რომ 32 წელი გავიდა, აი ამ მიტაცებული რეგიონის განვითარებისთვის არც რუსეთს გაუკეთებია არაფერი და ბუნებრივია არც დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელიც რეალურად წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლებას ამ რეგიონში. თქვენ იცით რომ ამ ომის შედეგად 10,000 დაახლოებით ადამიანი დაიღუპა ამ ომში, 300,000-ზე მეტი დევნილი გაჩნდა ქვეყანაში. და აი აქედან მოყოლებული საქართველოს რეალურად არ დაუსრულებია ბრძოლა რუსეთის იმპერიასთან და დღესაც კი, როდესაც მოქალაქეები დგანან ქუჩებში, რეალურად ჩვენ ეხლა მთელი ქვეყნის სუვერენიტეტს და თავისუფლებას ვიცავთ, იმიტომ რომ თუ აქამდე რაღაც კონკრეტული რეგიონების შენარჩუნებისთვის ვიბრძოდით, ხო, როგორც სამაჩაბლოს, აფხაზეთის და ასე შემდეგ, ახლა ფაქტობრივად მთელი ქვეყანა დადგა ოკუპაციის წინაშე და ქართველი ხალხი დღეს აცხადებს იმას, რომ გადასარჩენი და დასაბრუნებელია არა მარტო სოხუმი, აფხაზეთი, არა მარტო სამაჩაბლო, არამედ მთელი საქართველო, რადგანაც ფაქტობრივად დღეს რუსეთს ქართული ოცნების სახით ყავს მისი პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება ქვეყანაში და გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხი ითხოვს არჩევნებს, ახალ არჩევნებს და ახალ ხელისუფლებას, ასევე ისინი პირდაპირ აკავშირებენ ამ ბრძოლას საქართველოს სუვერენიტეტის გადარჩენასთან. აი, როდესაც ამ პროცესში ვართ, ნახევარი საათის წინ დაახლოებით ასევე ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ სოფელ თამარაშენში საოკუპაციო ხაზიდან 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა. საუბარია დაახლოებით 10 წლის ბავშვებზე. მამამ, ერთ-ერთი გატაცებული ბავშვის მამამ გაავრცელა ამის შესახებ ინფორმაცია და თუმცა ჯერჯერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბავშვების გატაცებასთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს, თუმცა დაველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები და რა ინფორმაცია გავრცელდება ოფიციალურად ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან.
აქ აქციაზე არტისტი მახას ირემაძე პერფორმანს აკეთებს და ვიდა რომ გაჩვენოთ ეს ჩვენ ჩართვაში და შემდეგ ისე დავუბრუნდებით დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. სიმართლის ამბავი, ჩიტების ფრენა. აი ასე ქვია მახაზის პერფორმანს. ვინ არის აქ? აი ამ კაცი ვინ არის? ჩვენ თქვენს დემატებში გიწევ მომძან. ვარვარები თქვენს გამხატულ საბჭოებში. დგავართ აქ ადამიანები კონკრეტული და ვინ ბრძანდებით თქვენ უკაცრავად მოქალაქე ხართ? ანუ და რა საპროტესტო? ნასვამი ბრძანდები? რა საპროტესტო? მიგონი ნასვამია, იმიტომ რომ რაღაც ალკოჰოლის სუნი დგას. უთხოვნებია და აქ ვაწყობ პერფორმანს რა. ერთმანე ლაპარაკობ. მე დაგელაპარაკებ. აი წამით თუ ერთს რაღაცას ვეთყვი რა ბოდიში. სახელი გვარი თქვენი არჩილმე მედისზე მიქელა. და რა მიქელაძე საპროტესტო? თავადის გვარი გაქვს, კაი რა გვარი გაქვს. საპროტესტებ შეიძლება გავიგო? ეხლა ვაკეთებ პერფორმანს. სხვათა შორის დღეს მოვიფიქრე ესეთი, აი ნახე იგი აწერია დებატები. და შეგვიძლია მე და შენ დავждეთ და ადამიანებმა დავილაპარაკოთ რა. არა, თქვენ წვანეს კამები გაქვთ, მეტანილიდან წვანეს კამზე არ უნდა დავშვა. რა ფერი გიწვანე? გადავაბად. წვანეზე, თეთრზე, შავზე და წითელზე არ უნდა დავშვა. შავს კამებს აბა როგორც კამებზე ზიდებით ხოლმე? შავის კამი გადაგიფარებ შავ რაჭენის გვა. ჩვენ ხო ვიცით რომ ქვევოთ წვანე ფერისა. და მწვანე ფერი რას ნიშნავს უკაცრავად? შეიძლება გავიგოთ? ფერ ეთყობა. ამის გაზი რამე ინფორმაცია მე ცოტა სხვანაირად თუ საქართველოში ყველა ინსტანცია გავლილია, მაშინ რუსეთში გაასაჩივრეთ და ველოდეთ ადრეს სტრასბურგში ვაგზავნით, იქ ვასაჩივრეთ. ახლა გავაგზავნით რუსეთში. შენ გავაგზავნე რუსეთში. თქვენ რუსეთში აგზავნით, ან თქვენ აპირებთ რომ რუსეთში ეძებოთ სამართალი თუ ისი თქვა გინდათ ვერ გავიგე. მიქელაძეს რუსეთში როგორ გინდა მიქელაძეს? თავადის ეს მოქალაქე, რომელმაც სავარაუდოდ თავისი რეალური სახელი და გვარი თქვა, არ ვიცი, სავარაუდოდ იყო ნასვამი ეს ადამიანი, მეგობრებო. და რა უნდოდა აშკარად ხო, აშკარად პროვოკაციისთვის იყო სავარაუდოდ მოსული ეს ადამიანი, თუმცა პოლიციელებმა მოკიდეს ხელი და განარიდეს, მაგრამ მაინც პოლიციელებთან დგას. არ ვიცი როგორ დასრულდება ამ კაცის ამბავი, ვთქვათ, მოაშორებენ, ვთქვათ, საპროტესტო მოედანს თუ კვლავ შეეცდება კონტაქტზე გამოსვლა სამ ადამიანებთან, ნახოთ. თუმცა, ხო, ანუ სტრასბურგი აღარ გვაქვს და რუსეთში გაასაჩივრეთო. ანუ ეს ადამიანი აღიარებს, რომ საქართველოს რუსული ხელისუფლება ყავს, ამას ამბობდა. ადრეო სტრასბურგში მიქონდა და ეხლა რუსეთში წაიღე თუ აღარ არის სტრასბურგი. ხო. აზარ ახლა ნახარ ბათუმელების ჩართვაში, აი ამ თემას მინდა მოვაყოლო ის, რომ სხვათა შორის ქართული ოცნების ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა უშინ განაცხადა პირდაპირ თქვა პრინციპში ქართველ ახალგაზრდებზე, რომ ისინი ვინც არიან პროტესტში და ვისთვისაც მიუღებელია ივანიშვილის რეჟიმი, ჯობია ისინი საერთოდ წავიდნენ ქვეყნიდანო. როგორ ფიქრობ, ეს არის პირდაპირ ივანიშვილის გზავნილი, რუსული გზავნილია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, ის ვინც არის ამ ქვეყნის მომავალი თაობა, მოუწოდებენ, რომ ემიგრაციაში წავიდნენ, ქვეყანა დატოვონ და ვის დაუტოვონ საქართველო 200,000 რუსს, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ შემოიყვანეს ქვეყანაში და კიდევ არ ვიცით ხო, რამდენი შემოვლენ. თქვენ როგორ მოისმინეთ ეს გზავნილი, რა აზრია ამაში, რა მიზანია ჩადებული და რა შეგიძლიათ უთხრათ? ის რაც აი ამ ბატონმა, რომელიც 2 წუთის წინ აი ახლა შემოგვეჭრა მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე და გვითხრა, რომ იცით რა, წადით რა, სტრასბურგი ხო გინდათ? თქვენ წადით სტრასბურგში, ჩვენ წავთ რუსეთში. ხო, რუსეთს მივმართავთ. ჩვენი არჩევანი არის რუსეთი, ჩვენი გამოსავალი არის რუსეთი, ჩვენ გვინდა რუსეთი და ჩვენ წავთ რუსეთში. მე ასე გავიგე ამ ბატონის ხო და თავად რო წავიდნენ რუსეთში, მაშინ ვისაც რუსეთი უნდა და რუსული
ჩეკმა უნდა მიმართავდა შათრიშვილს მიმართავ მე არ ვიცი ყავს თუ არა შვილები თუ ყავს მიმართავდი რომ საკუთარი შვილები გაუშვას თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ამერიკაში ყავდეთ შვილები რაც მაგას გამოვიცხავ იმიტომ რომ ქართული ოცნების დეპუტატებს და ყველა მაღალ ჩინოსანს საკუთარი შვილების განათლება მიღებული აქვთ ევროპებში ზოგიერთი მათგანი არიან მოქალაქეებიც კიდეც ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის და რა თქმა უნდა მათი შვილები უნდათ რომ იყვნენ კარგად წარმატებულად იცხოვრონ ისწავლონ ევროპაში მიიღონ ყველა ის სიკეთეები რაც ამერიკაში თუ ევროპაში თუ ამ ქვეყნებში არსებობს მაგრამ დანარჩენი მოქალაქეების და საქართველოს მოქალაქეების შვილები უნდა რომ ჩარჩნეს საქართველოს კი არ აქვს არაფერი დასაწუნი უბრალოდ საქართველოს როცა იზოლაციაში უნდა მოქცევა თორე საქართველოში ყოფნას რა თქმა უნდა ვაპირებთ ყველა ჩვენ ცხადია და მაგიტომ ვდგავართ ჩვენ ამდენი ხანია რომ ვიცავთ საქართველოს გვინდა რომ საქართველოს იყოს ღირსეულად გვინდა რომ საქართველოს იყოს ევროპის ნაწილი და ყველა ის სიკეთეები კონდეს რაც აქვს ევროპას და დასავლეთს ხო და რა თქმა უნდა თავიანთი შვილები უნდათ რომ კარგად იყვნენ და ჩვენ უნდათ რომ დავვრჩეთ აქ რუსეთის გავლენის ქვეშ რუსეთის მმართველობის ქვეშ და იმ პროპაგანდის ქვეშ რასაც რუსეთი ეწევა საქართველოში ხო ასე გამომდინარე იქედან მაგალითად რომ ივანიშვილის შვილები არ ცხოვრობენ ხო საქართველოში მათთვის ეთყობა საქართველოს სამშობლო არ არის ხო ასე მოიაზრებენ ალბათ ისინი და ივანიშვილიც ალბათ ფიქრობს რომ საქართველოში არ არის მომავალი თაობის ადგილი და საქართველოს რად მოიაზრებს თქვა და ადგილად სადაც შეიძლება შავი ფული აკეთოს ადგილად სადაც შავი ფული აკეთოს ადგილად სადაც ნარკოტიკით ივაჭრებს ადგილი სადაც იარაღით ივაჭრებს ადგილი სადაც ოფშორულ კომპანიებს გააკეთებენ და გაათეთრებენ თავიანთ შავ ფულს აი ამისთვის უნდათ საქართველო აი ამ შავგნელი ცხოვრებისთვის უნდათ საქართველო ჩვენ არ გვემეტება ჩვენი ღირსეული ქვეყანა ამისთვის რომელიც მოგვიტანა ჩვენ წინაპრებმა სისხლით მოგვიტანა აქამდე და ჩვენი ვალია თითეული ქართველის რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება ამიტომ ვდგავართ ჩვენ და არაფერს სხვისთვის არ ვდგავართ ქუჩაში და დავიცავთ ბოლომდე ვიბრძოლებთ ბოლომდე გამარჯვებამდე და არ შევეპოვებით ჩვენ ქვეყანას არ დაუთმობთ რუსეთს და არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის განადგურების საშუალებას არც რუსეთს არც ივანიშვილს არც მის მიყოლებს მადლობა აზა მოგესალმებით ბათუმელების ჩართვაში ბატონო ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმი არის ბათუმელების ჩართვაში თქვენ რამდენიმე წლის წინ ზუსტად არ მახსოვს ოკუპაციო ხაზიდან გაგიტაცე 2019-ში გაგიტაცე საოკუპაციო ხაზიდან დღეს არის სოხუმის დაცემის დღე და ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ თამარა შენიდან გაიტაცეს 4 არასრულწლოვანი ბავშვები გაიტაცეს ეს არის რუსეთის პასუხი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ალბათ ის მესიჯია რომ რუსეთის მხრიდან ყოველთვის შეიძლება ამ ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდეს რა შეგიძლია თქვათ აი ამ სოხუმის ტრაგიკულად დაცემის დღესთან დაკავშირებით და რუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ქართული ოცნების რუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით როცა უკვე გვეუბნებიან მათი პროპაგანდისტების ენით რომ ახალგაზრდების ადგილი ამ ქვეყანაში არ არის ჯობია ემიგრაციაში წახვიდეთ რომ ეს ქვეყანა თქვენი არ არის და ასე შემდეგ რა ვიცი რამდენიმე წელს ბატონო ბიძინა თვითონ გითხრა რომ იაფილეთებს გიშოვე და ევროპაში შეგიძლიათ უფრო გაიხსენებასები არის დიახ სამწუხაროდ აქ არაწყოთ განათლებული მოაზროვნე ახალგაზრდები მათი მართლა შეუძლებელია ურჩევნიათ გაუნათლებელი ღარიბი 5 კილო კარტოფილზე 5 კილო კარტოფილის გამო ქვეყნის გამყიდველი ადამიანები და ქვეყნის მომავლის გამყიდველი ადამიანები როგორია დაკება. გაუნათლებელი და ღარიბი ადამიანები ძალიან რადული სამართავია და მართავ მინიმალური განახარჯებით, იმიტომ რომ როგორც პრემიერ-მინისტრმა გითხრა, რომ ჩვენი საქმე არის ცეკვა თამაში და სპორტი. მაქსიმუმ სპორტში შეგიძლიათ დროშა აწიოთ. ამით გავიტანოთ ჩვენი საქართველოს სახელი. რომლის ისეთ პროფესიებს, სადაც ძალიან დიდი ჭრება შეიძლება აღჩინდეს. თუმცა კაი სპორტსმენები იქნებით, თუ გონებას არ გუყარდეს, ხალხია. მაგრამ
ჩვენთან ყველაფერი სამწუხაროდ უკვე არ ეუბნება. 4 ოქტომბერი ახლოს არის, 4 ოქტომბერი გარდატეხის დღე არის, როდესაც უკვე მართლა გაირკვევა ვინ არის და მოუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ 4 ოქტომბრამდე დადექით ქვეყნის თავისუფლების დაცვის ხარეს. 4-ის მერე უკვე გვიანი იქნება. 4-ის მერე უკვე ის აღარ ჩაგექნებათ და ვეღარ იტყვი, რომ მე დამხრეთ ეს ბაბუა და ისინი მე სხვა რაღაცა. 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე არის უახლოესი ისტორიის საქართველოსთვის და ეს ალბათ სულ დაგვახსოვდეს და თავრობა მოყავდეს ისეთი, რომელსაც მარტო ამ დღეს არ გაახსენდება და დევნილები და საოკუპაციო ხაზზე, როგორც ვიცი, არც არის ჩასული მთელი 13 წლის განმავლობაში ოცნების წარმომადგენლები. ჩავა, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ ეს ოკუპაციის ხაზი აღარ არის. საქართველოს უკვე მათთვის მოიაზრება რუსეთის ნაწილს, რომ საოკუპაციო ხაზი აღარ არის. მათთვის. ჩვენთვის ბევრი რაღაცა და ბევრი რაღაცა რა, ამიტომაც 4-ში ყველა ერთად უნდა დავანონსოთ, რომ საქართველოს უნდა იყოს თავისუფალი განვითარებული მსოფლიოსთან ერთად. არ შეიძლება ჩვენ ისევ რუსეთში რომ დავჩენთ. რუსეთში დავჩენა, ეს არის ჩვენი მომავლის სრული განაღებება და ბავშვებზე ის ბავშვები გამოუშვეს? გაქვთ უებოლო ინფორმაციას არ გადამიხედია? ძალიან კარგი ხო? საერთოდ ბავშვებს არის მე რომ დამაკავეს საერთოდ გრემის ხევი სოფლიდან გადაკავებული, რომელიც დღეში იყო ბავშვთან. და ბავშვი დღეში დატოვეს 8 წლის ბავშვი. ტყეში დატოვეს მამაც აღიყვანეს სხივაში და კიდე კაი რომ ის უკვე რომ დაერეკა რომ აიხსნა მეზობლებისთვის ბავშვის საერთოდ. აი ასეთი სასტიკია რუსების დამოკიდებულება. არიან ბავშვი არ დაიყვანეს, მაგრამ შეიძლება უარესი საფრთხის წინაშე დაატოვეს ტყეში. ბავშვი დატოვა რაიონში, ჩვენ გავიღვაძეთ ქვეყნის სიყვარული. მადლობა ბატონო მეჟა, თქვენ სხვა არ გაქვთ სურვილი რომ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება? პირველ რიგში მივესალმები ბათუმელებს რუსთაველის გამზირის სახელით და ერთ რამეს ვიტყვი რა, აქ უკვე აღარ არის არც პოზიცია და არც ოპოზიცია და არაფერი. აქ არის საქართველოს და რუსეთის ტერორისტული ნაწილი, კრემლის ადმინისტრაცია. ეს უკვე რუსეთიც აღარ არის, კრემლის ადმინისტრაცია და მე ძალიან მენიშნა ეხლა ის გზავნილი, რომელიც ეს პოლიციის მოგზავნილმა გააკეთა, რომ რუსეთში გაასაჩივრეს და ამას ადამიანი ამბობს, რომელიც დარწმუნებული ვარ, მუმუ არა აქვს წაკითხული ტურგენევის ანოტაციაში. ალბათ კრემლში რო დარბოდნენ იმის ნოსტალგია. არა მწთუ ხო. და ეს ის კრემლი აღარ არის, ეს არის უკვე ტერორისტული ქვეყანა და ეს გზავნილი, ესენი რუსეთში არიან უკვე. ესენი რუსეთში არიან, რუსეთის სახელით გელაპარაკებიან. ან საქართველოს, ან რუსეთი. ჩვენ 4-ში უნდა დავიხსნათ თავი, მე უკვე ვიტყოდი ივანიშვილისგან, ეს არის ტერორისტი, საქართველოს დღეს არის გატაცებული თვითმფრინავი ტერორისტების მიერ და ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს მთავარი ტერორისტი ივანიშვილი დისტანციურად მართავს ამ თვითმფრინავს და შეგვაჩახებს. თვითონ არზის ამ თვითმფრინავში. აი ამაშია საქმე, ამას ხაზგასმით ვარ, რომ თვითონ არზის. უნდა გადავირჩინოთ თავი და ტერორის ქვეშ ვართ და უნდა ნებისმიერი ძალა ვიხმაროთ და საერთაშორისო კონვენციით დაშვებულია ნებისმიერი ძალა ტერორისგან, რომელიც გაგანთავისუფლებს. მადლობა. დიდი მადლობა. ხალხას როგორ გაგრძელდა შენი პერფორმანსი? ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩემმა მეგობრებმა რომელიც 300 დღე ერთად ვაკეთებ პერფორმანსებს და პირველი და გაჟდა უბრალოდ ის ხავიდა ეს პერფორმანსები ბევრი აღიარებს, ბევრი ამბობს რომ კარგი რაღაცა არის, რაღაც და ყოველთვის ამის დაწყება, რასაც ვიწყებ რა, არავის თავს არ ვაცნობ, აი რაღაცას რომ ვიწყებ და გვერდში რომ ვიდა რომ დამიქენ ძალიან პრიმიტიულად აქ რა შემოქმედება არ ხდება. ყოველთვის აი ეს ეხა ჩემმა მეგობრებმა რომ ითანცეთ არ ხდება ჩართულობა რა. ყოველთვის ვცდილობ რომ მითქი ახალგაზრდები მაინც. კი ბატონო. მალხაც აი გუშინ შათირიშვილის განცხადებას მოისმენდი, ხო?
რომ ივანიშვილის რეჟიმიო ვისაც არ მოწონსო ჯობია ქვეყანა დატოვონო რა წავიდნენ მათი ადგილი აქ არ არისო რა შეგიძლია უპასუხო როგორ შეგიძლია უპასუხო აი ამ ოცნების პროპაგანდას რომ თურმე ახალგაზრდები არ მოწონთ ვინც ვერ ეგუება რეჟიმს ვინც ვერ ეგუება რუსულ ოკუპაციას და ვერ ეგუება დატყვევებულ უკანონო პოლიტპატიმრებს ბოდიში ანუ ჩვენ რო დავტოვოთ ხო ჩვენ რო დავტოვოთ ქვეყანა ვერ წარმოუდგენიათ კი არა წარმოუდგენა აქ ვინც დგას მე ვინც გავიცანი აქ ამ 300 წლის მანძილზე ღმერთს მადლობა და ამისთვის ბიზნესს ბევრჯერ მადლობა გადაუხადე რომ მეტი პატრიოტიზმი გააღვიძა ჩემში გამაცნო ეს ადამიანები რომლებიც არის ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანებთან მქონია შეხება რა ჩემ პროფესიიდან გამომდინარე დღეში მინიმუმ 1000 კაცს ხვდებოდი მარტო რო ავიღოთ თეატრალური შეხვედრები და ისეთი და როგორი ხალხი გაიცანი ეშინიათ განათლებული ადამიანები და ეს განათლებული ადამიანები თუ დატოვებს ნამდვილად ბევრია კიდე განათლებულები რომლებიც ყოველდღე არ მოდიან მაგრამ ჩვენსაც იზიარებენ მაგრამ ეს პატრიოტი ადამიანები ეს გულანთებული ადამიანები თუ დატოვებენ ამ ქვეყანას ეს უნდა თავას ამას აპირებენ და შეიძლება პირველად სიაში ვიყოთ ვიღა ვინც არის აქტიური და ვინც ამას აზიარებს გებუაძე რო ვიძახდა ეს აკეთებდა პერფორმანსს მიდით დაცხეთ ანუ ამათ უნდათ მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ ამას თუ მიაღწევენ ჩვენს ადგილას ჩაგვენაცვლება კიდე დანარჩენი განათლებული ადამიანები და თუ ამას ჭირდებათ ის ჩვენ ჩაგვენაცვლებია რუსები სავარაუდოდ რუსები ვინც ამაზე მაქვს საუბარი რა თქმა უნდა ქართველები უმრავლესობა განათლებულებია აი რუსები ჭირდება და ამას ვერ მიაღწევენ ვერანაირად და უბრალოდ იმ ახალგაზრდებს რომლებიც არიან ისეთი გულანთებულები ამათ როგორ წარმოუდგენიათ ისინი როგორ დატოვებენ არ ახსოვთ ჩევარაძის პერიოდი არ ახსოვთ ასტანის წასვლა ეს პერიოდი მოდის და მე ერთადერთი მინდა მოუწოდო პოლიციელებს რა აი ახალგაზრდებს რო ჩამოეყალეს არ შეტოპო იმიტომ რომ ეს პერიოდი არ ახსოვთ მათ და მოიკითხო იძიებდნენ იმას და როგორ წავიდა ასლანმა როგორ ხოდა განწყობა ხალხს რომ ასლანი არ წავიდოდა მაგრამ წავიდა და შეცდომა არ დაუშვა იმიტომ რომ კამქალაკში და გაიარო და შეიძლება თვლიან დააჯერეს მას რომ ჩვენ რაღაცა მტრები ვართ ამ ქვეყნის იქნებ დააჯერეს პოლიციელები რომ უკვე რუსეთში არიან და არ ღირს ბრძოლა მაგრამ შეეცადო მოიკითხონ რომ როგორ წავა ბიძი და როგორ წავიდა შესაძლებელია რომ წავიდეს და ამიტომ არ დააშავოს რომ შესაძლებელია ესეთი პრაქტიკა ქონია საქართველოს რომ წავიდნენ ისინი და არ დაუშვა შეცდომა არავის ხელი არ აწიოს არავისზე და შემდეგ გააგრძელებს თუ სუფთად იცხოვრობს ის გააგრძელებს თუ უყვარს მისი პროფესია და ეს იქნება მათ მიმართ და ასევე რა თქმა უნდა ოცნების ხარდამჭერების მიმართაც გაიხსენონ ის პერიოდი რა ხო და მე როგორი ხელოვანი ვიყავი და როგორ გამარჯვებას მეუნებოდნენ და ეს და ეხლა რაღაცა თითქოს რადგან ჩავერთე მაქსიმალურად ჩავერთე ჩემი შესაძლებლობით აი ამ ბრძოლაში და მაქსიმალურად უკვე გასათო ღონისძიებებში აღარ მონაწილეობ და ეხლა თითქოს რაღაც არ ვაწყობ და რაღაც გაიხსენო ჩემი მათი გამარჯვება ჩემს მიმართ რა კი ბატონო და არ დაუშვა შეცდომები ხელოვანი ადამიანების მიმართ თეატრში მსახიობები როგორი პროტესტანტია და ვინ მსახიობები არიან ესეც გადახედონ და როგორი ხალხია აი თავისუფლებას და მინებრძოლება ბიზნეს აი ეს გადახედა. მადლობა მალხას. ბატონო ზურა მოგესალმებით. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე, ხო? ამ ტრაგიკულ დღეს იხსენებს ქვეყანა და იმ დაღუპულ გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნის ერთიანობისთვის. თქვენ ხართ აფხაზეთიდან დევნილი, ხო? ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი დევნილი იხსენებს იმას, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათ ამ მიწაზე ეგზნოთ ამ ქვეყანაში ღირსეულად თავი და როგორც ვიცი, ჩინოვნიკების ხელფასები როცა იზრდება 1000-ობით, დევნილის დახმარება დღემდე არის 45 ლარი, ხო? რა შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოებას, როგორ ცხოვრობთ დევნილობაში დღეს? მე არ ვიცი ძალიან მტკივნეული დღეა ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილს მახსენებს და ეს ჩემთვის არის სიტყვით გადმოუცემელი რა ისეთი შეგრძნებები მიტივდება თავში რომელშიც თუნდაც აი მარტო ამ დროშას რო ვიკეთებ აგერ ის ჩემი 15 19 20 წლის ბიჭები მახსენდება რომელიც
ომში დაიღუპენ. ყველა ჩემი კომენტარს მე ამით ვიწყებდი, რომ მე ვარ სოხუმელი და ამ დროშის ქვეშ 15 ბიჭი დამეღუპა მეთქი. ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილია და მთელი ცხოვრება ფაქტიურად ახალგაზრდობის მერე მიწევს ანალიზი რა ხდება და რატომ ხდება და დავედი იმ შეგრძნებამდე რომ ამ ჩვენ საქართველოს 100 წელზე მეტია ბატონობს რუსული კგბ-ს გადმონაშთი ნომენკლატურული რეჟიმი. დღესაც მაგენიაზის თავზე საქართველოს და ესენი არიან რომ ყველა ხელისუფალი აბსოლუტურად ყველა ხელისუფალი ხდება ფაქტიურად შეიძლება გაუთხრიცნობიერად, მაგრამ ნაღდად ამ რუსული რეჟიმის მსახურები არიან. ყველა აბსოლუტურად. ამიტომ იყო აი ყველაზე დიდი ოცნებას ვერ ვიტყვი, არ ნატრა იყო ის ჩემთვის, რომ გამოიცეს ლუსტრაციის კანონი. საერთაშორისო თავისუფლების მოედანს აქვს ახლა ინიციატივა, რომ აუცილებლად უნდა მივიღოთ, მაგრამ დიდი შუქი აი მართლა 37 წლის განმავლობაში ყოველთვის ამას ვამბობდი, მაგრამ არასდროს არავინ არ მიიღო. თუმცა აი ამ ბოლო პროცესებმა ბატონო ზურა ერთგვარი ლუსტრაცია მოახდინა იმ ხალხის, ვინ არის რეალურად ამ ქვეყნის ერთგული, ვის უხარი ამ ქვეყნის განვითარება და ვის თქვათ უკუსლა რუსულ წარსულში. ყველა ხელისუფლების დროს ხდებოდა ასეთ ფილტრაცია და სააშკარაოზე გამოცემა. პოლიტიკაში რაც ხილულია, ხო 10-ჯერ მეტი არის უხილავი და დამალული და ჩამალული და ამიტომაა საჭირო ეს. ძალიან ბევრი ადამიანია ფაქტიურად მსახური ამ რუსული ნომენკლატურული სისტემის და ძალიან მინდა აი ყოველთვის ღამით აი რომ სიზმარში ჩამივიდა ეს ფაქტები გავაზიარო 1000-ჯერ რო თქვა 1000-ჯერ ვერ გავიმეორე და მათქემევიეთ რა ძალიან გხობთ იმიტომ დიახ რას გულისხმობთ აი იმ ამბებს სოხუმის დაცემის არა მარტო სოხუმის მე ამომიკევდი და twin-ში რას ნიშნავს რუსული მართლობა საქართველოსთვის ხედავთ რეალურად ხო რასაც ნიშნავს დაკავებულ ადამიანებს უსამართლოდ დაჭერილ ქალებს 4 ფაქტია რომელიც ეს ჩვეულებრივი დღის წესრიგია რუსული ხელისუფლების და არის ისეთი აღმაშფოთებელი ფაქტები რომელზედაც ჯერ არც დავფიქრებულა და ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს ყველამ როგორც 2x2-4-ია ყველამ უნდა იცოდეს ეს რომ რუსული ხელისუფლების დროს მილიონამდე ქართველი მოკლეს რეპრესიების დროს მანამდეც ომამდეც დამალულად არ აღიარებულად მაგრამ მილიონამდე ქართველი აი 3.5 მილიონი ვარ მეორე ფაქტი აი რომ ყოველთვის ფარულად ყველა რუსი მართველის ყველაზე დიდი ოცნება იყო გრუზია без გრუზინ ეს ყველას გვახსოვდა ეს ნარატივი ხათაშორის გვესმის ხო ოცნების ხელისუფლების პირობებში ქართველების გარეშეო და ყველაზე საშინელი ფაქტი რომელსაც 500 წლის განმავლობაში არ მომხდარა არსად დედამიწის ზურგზე ასეთი რამე აი შეიძლება ეს მივიღოთ როგორც რაღაც სხვა განდეგილი ცნება მაგრამ არ შეიძლება კავკასიაში მე-20 საუკუნეზე დედამიწის ზურგიდან თლიანად გააქრენ ორი ერი აბაზგები და უბიხები ეს ხალხი დედამიწის ზურგზე უკვე არ არსებობენ საერთოდ ასეთი რა ომები ყოველთვის იყო მაგრამ ომის დროს დამპყრობლები მიდიოდნენ დასაპყრობად და თავის მიზნებისთვის და დღეს მოდიან არა არამედ გასაქრობად. მე გავიარე ის პერიოდი, როცა საბჭოთა კავშირში ცხოვრობდი და ვხვდები, რომ ჩვეულებრივი აი ნებისმიერი საბჭოთა კავშირში მაცხოვრებელი ადამიანი, ქართველი იყო საბჭოთა ადამიანი. ჰომო სოვიეტიკუსები ვიყავით, ყველა აბსოლუტურად რანაირი იგიც ყველას რუსებს ახდნენ.
მაშინ როცა იძახიან რომ ვთქვათო შეიძლება ხო ევროკავშირი უკარგავს გვართვებს ეროვნულ იდენტობას, პირიქით იყო საბჭოთა კავშირის დროს ეძახდნენ ყველას რუს და გამქრალი იყო ეროვნული იდენტობა. არ არსებობდა, ხო, ყველა ვიყავით საბჭოთა ადამიანები და ყველა ასე გვიყურებდნენ, მაგრამ ყველაზე მეტი საშინელება ისიცაა, რომ გვახსოვს ცივი ომი, ხომ? გვახსოვს ატომური ბომბების შეიარაღება, ყველაზე საუკეთესო ტექნიკა და საუკეთესო რამე თუ არსებობდა და პროფესორობა არსებობდა, მუშაობდნენ სამხედრო დოქტრინაზე და მუშაობდნენ სამხედრო შეიარაღებაზე, მაგრამ არავის არ ახსოვს და არ იცის 10-ჯერ მეტი ძალისხმევა, 10-ჯერ მეტი ტვინები მუშაობდნენ გენეტიკური გარდაქმნაზე ადამიანის გასაგებია. კარგით, ნატოსურა ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და შევეცდებით მესმის თქვენი ემოციები აბსოლუტურად მესმის, იმიტომ რომ მართლა რთულია ემოციის გარეშე ისაუბრო იმ ყველაფერზე, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ამდენი რეპრესიების, ოკუპაციის და ვთქვათ, კონსტიტუციის ხელყოფის პირობებში, ხო, როდესაც აღარ არსებობს ქვეყანაში კონსტიტუცია და ხე არის ერთ-ერთი და ეს 300 დღე არის ერთ-ერთი იმ 37 წლის განმავლობაში, რაც მიმდინარეობდა და დამიჯერეთ, ახლა ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მომხდარია სახელმწიფო გადატრიალება. მოსკოვში დაწერილი სცენარით სახელწოდებებით არჩევნები ჩაატარენ სახელმწიფოს ოკუპაცია, სათავეში მოსულია ბანდფორმირება, ყაჩაღების ბანდა და ასე უნდა მიუდგეთ აბსოლუტურად სუყლელამ ეგრეთ წოდებ რა თავრობა კი არა ყაჩაღებია და მკვლელებია ეს. მესმის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზურა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. შევეცდებით ახალგაზრდებსაც გავესაუბროთ, თუ რა თქმა უნდა ექნებათ სურვილი ჩვენთან საუბრეს. მოგესალმებით, ხო არ გაქვთ სურვილი ბათუმელებთან რომ ჩაგვერთოთ? ახალგაზრდები უნდა წავიდნენ ქვეყნიდან, ხო? თქვა შათიერიშვილმა, რუსული პროპაგანდა იმეორებს ამას, რომ თუ გაქვს პროტესტი, თუ არ მოგწონს ივანიშვილის რეჟიმი, თუ არ მოგწონს რუსეთთან მეგობრობა არა, ვასალობა უпроსორად, უნდა წახვიდე ქვეყნიდან. ასეთია ქართული ოცნების ხო მიზნები და რა შეგიძლიათ უთხრათ ამ ხალხს, ვისაც თქვენი ქვეყნიდან ემიგრაციაში წასვლა უნდა? და გავრილოვის ხამის მერე ცოტა იმედი მქონდა გაწრუებული 2-3 წელი. და 2000 ზუსტად მახსოვს 2024 წლის 28 აპრილს აი კონცეპტს თქმა რო ქონდათ წაში ჩაწერილი. მაშინ ძალიან დავიბრუნდა იმედი და მივხვდი რომ მე არ უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან, პირიქით ისინი უნდა წავიდნენ. ამიტომაც იმ ახალგაზრდებს მიმართავ. მე ვარაუდობ, რომ ბევრი არის ჩემნაირი, კი და ვიცნობ ესეთ ადამიანებს, რომ ადრე უნდათ წასვლა და ეხლა დარჩენა უნდათ და პირიქით იძახიან, რომ ისინი უნდა წავიდნენ. ფაქტობრივად გეუბნება, რომ სამშობლოს გართმეო რა, როგორი შეიძლება იყოს, რა ვიცი, ამაზე ნორმალური ადამიანის რეაქცია ალბათ უნდა იყოს ძალიან ძაფრი, ხო? რომ შენი ადგილი არ არის საქართველოში, გეუბნება პირდაპირ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ხელისუფლება აქვს უზურპირებული. ბევრი რამის გამო, მაგრამ დავამატებ, რომ ზაზა შათიერიშვილის ჯინეზეც ვშები საქართველოში და არ ვფიქრობ ერთად წასვლა. მით უმეტეს წასასვლელი გასაქცევი ჩვენ არ გვაქვს, გასაქცევის ფებს აქვს და გაიცნეთ დროზე მალე. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს არის 304 დღე, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები არიან პროტესტში, ღია მკვეთრ პროტესტში. მანამდეც, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა ძალიან ღიად და მკაფიოდ გამოხატავდა თავის პოზიციას ქართული ოცნების პოლიტიკასთან დაკავშირებით, როდესაც დაიწყეს რუსული კანონების შემოტანა ამ ქვეყანაში და უკვე გააჩნდა ძალიან დიდი რისკი, რომ ისინი აპირებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მედიის შეზღუდვას, სამოქალაქო სექტორის გაქრობას ამ ქვეყანაში და ასე შემდეგ, მაგრამ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკვე
მათ ისინი გადავიდნენ ღია განცხადებებზე და თქვენს ის რასაც არ ეუბნებოდნენ არჩევნებამდე საკუთარ ამომრჩეველსაც კი არჩევნებამდე ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს რომ ისინი ღირსებით მიდიოდნენ ევროპაში მაგრამ არჩევნებიდან ერთ თვეში ზუსტად კობახიძემ უთხრა რომ არ შევდივართ ევროპაში ჩვენ ვაჩერებთ ევროინტეგრაციის პროცესს და სწორედ ეს იყო ის წერტილი რის გამოც მთელი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან დიდი ნაწილი გამოვიდა და ჩადგა პროტესტში და დღემდე არიან მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ქუჩებში დგანან და მოითხოვენ რომ ქართულმა ოცნებამ უნდა დატოვოს ხელისუფლება, ძალაუფლება, მიტაცებული ძალაუფლება, რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ მოქალაქეების გარეშე, ხალხის გარეშე არ არსებობს სახელმწიფო. დღეს კი ივანიშვილი თავისი პროპაგანდისტების ენით ეუბნება ამ ქვეყნის მომავალს, ახალგაზრდებს, განათლებულ ადამიანებს, პროგრესულ ადამიანებს, რომ თუკი არ მოგწონს რეჟიმი, თუკი არ მოგწონს აგრესორი რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე ყავს, დახვრეტილი, გადასახლებაში გაშვებული და 1000 გვარ რეპრესიებს ახორციელებდა ამ საუკუნეების განმავლობაში. ეუბნებია რომ წადი ემიგრაციაში, რომ ეს ქვეყანა არ გეკუთვნის შენ. აი ამ პროპაგანდის ენით ელაპარაკება ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს ახალგაზრდებს, ამ ქვეყნის მომავალს, თუმცა თქვენ ისმენთ ჩვენს შარტვებში, სხვა მედიების საშუალებითაც და ალბათ თქვენს გარემოცვაში, რომ ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ დატოვონ თავიანთი სამშობლო, თავიანთი ქვეყანა და იმიტომ მიბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რომ სწორედ ევროპულ ინტეგრაციაში, ევროკავშირში, აი ამ შვიდობიან და თანასწორუფლებიან თანამეგობრობაში ხედავენ ისინი ამ ქვეყნის უსაფრთხოებას და ამ ქვეყნის მომავალს და არა აგრესორ რუსეთთან, რომელიც დღეს უკრაინაში აწარმოებს ომს და ყოველდღე ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და ვიცით რომ ასობით ბავშვი შეეწირა აი ამ ომს და ასობით ადამიანი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ იცით, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას დაგეგმილი აქვს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია. თბილისში ძალიან დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი. ამ დღეს ფაქტობრივად მათ უნდა ზუსტად მინდა გავაკეთო ფორმულირება, ისინი ამბობენ, რომ ეს დღე უნდა იყოს გადამწყვეტი და ამ დღეს უნდა დასრულდეს ქართული ოცნების ხელისუფლება. თუმცა მაინც არის გარკვეული ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ შეიძლება 4 ოქტომბერი არ იყოს, თქვა, ქართული ოცნების ხელისუფლების დასასრული, მაგრამ ეს იქნება დასაწყისი იმ ძირითადი და გადამწყვეტი ბრძოლის, რომელმაც უნდა დაასრულოს რეალურად რუსული რეჟიმი ამ ქვეყანაში და საქართველოს უნდა დააბრუნოს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოში და დააბრუნოს ევროინტეგრაციის გზაზე. მე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან, გვისმენდით, ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით ხვალ ამ დროს ტრადიციულად და გექნებათ შესაძლებლობა, რომ მოისმინოთ მოქალაქეების მოსაზრებები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე დღის განმავლობაში განვითარებული სიახლეები, როგორც ჩვენს ქალაქში, ასევე ჩვენს ქვეყანაში. მადლობა კიდევ ერთხელ, გემშვიდობებით, დროებით.